ჭიათურობა 2015-ის ფარგლებში ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სკვერში მეორე საჯარო სკოლის ორგანიზებით ზურაბ ანჯაფარიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ზურაბ ანჯაფარიძე გახდა ჭიათურის საპატიო მოქალაქე. ზურაბ ანჯაფარიძე ჩვენი და ჩემი თაობის თანამედროვეა, მაგრამ ბავშვებმა ბევრი არაფერი არ იციან მის შესახებ. ამიტომაც ეს აქტივობა მივიჩნიეთ ჩვენ გეგმაზომიერად. სკოლის მოსწავლეებმა ჭიათურის საპატიო მოქალაქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ თანატოლებს მოუთხრეს, წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიციები და კიდევ ერთხელ გაიხსენეს კომპოზიტორის ნაწარმოებები. ის გახდა ჭიათურის საპატიო მოქალაქე და დღევანდელ დღეს ჩვენ მიუძღვნით მას პატარა კონცერტს და ეს ყველაფერი ტარდება ამ პარკში, რომელიც არის მისი სახელობის და ასევე ჭიათურელ ხალხს მიულოცავთ დამდეგ ჭიათურობას. პირველ რიგში ძალიან დიდი ღვაწლი ჩაედო ამ ყველაფერს ჩვენ მასწავლებელს იყო ნარგიზა კუტალია, რომელმაც მოაწყო ეს ღონისძიება და პირველ რიგში ჩვენ ვუერთდებით იმ კვირაულს, რომელიც ჭიათურას უკავშირდება. დღეს დავიკითხე ლექსი, რომელიც ეძღვნებოდა ჭიათურას, ასევე მიხამებოდა და ჩამჯერიყო ზუსტად რომ ჩვენს ღონისძიებაში და ვფიქრობ საერთოდ ჯამს ძალიან სასიამოვნო საღამო გამოვიდა. მსგავსი აქტივობები მოზარდებისთვის აუცილებელია და ჭიათურაში ყველა საჯარო სკოლა აქტიურ მონაწილეობას იღებს სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში, აღნიშნა მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ცირა ბრეგვაძემ. ტრადიციად მკვიდრდება სასკოლო დაწესებულების აქტიური ჩართულობა ამ კვირეულის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ყველა სკოლა იქნება ჩართული მაქსიმალურად. ჩვენი სკოლა, როგორც წესი, არ ღალატობს ტრადიციას. წინა წელს ბელიაშვილის საღამოთი გავაცოცხლეთ ცნობილი ჭიათურლები და შევახსენეთ მათი არსებობის შესახებ. წელს ახლა სხვა აქტივობა და სხვა ტიპის ღონისძიება აირჩია ჩვენმა სკოლამ მიმართულებად. ჩემი თვალით დანახული ჭიათურა. ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც ჭიათურის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი გაერთიანების არაფორმალური განყოფილების სპეციალისტების ინიციატივით საშევარდნოს კლდეზე გაიმართა. ჭიათურობის დღესასწაულის ფარგლებში კულტურის ცენტრის ახალგაზრდულ საკითხთა და შემოქმედებითი გაერთიანების არაფორმალური განათლების ორგანიზატორ სპეციალისტების ხელმძღვანელობით ტარდება პროექტი სახელწოდებით ჩემი თვალით დანახული ჭიათურა. აი ამ ბავშვების ნამუშევრებით გაკეთდება კალენდარი და სამახსოვროდ დარჩება ქალაქს მათი შემოქმედება. ვინ იცის, შეიძლება მომავალში მათგან ცნობილი მხატვარიც კი დადგეს. კონკურსში მონაწილეებმა ადგილი საგანგებოდ შეარჩიეს. მშობლიური ქალაქი სხვა სივრციდან დაინახეს და რეალობაც ქაღალდზე შესაბამისად გადაიტანეს. ეს არის პროექტი ჭიათურა ჩემი თვალით და არიან მოწვეული ყველა სკოლიდან თითო ბავშვი და უნდა დავხედოთ ჭიათურის პეიზაჟი, ანუ ვის როგორც უნდა. აი როგორია აქედან დანახული ჭიათურა? აქედან დანახული ჭიათურა უფრო ლამაზია ვიდრე სინამდვილეში. აქედან დანახული ჭიათურა არის შედარებით ლამაზი ვიდრე სინამდვილეში. აქედან უფრო მრავალფეროვანი ჩანს ვიდრე არის ჩემი აზრით. და მართალია შავი ქალაქია, მაგრამ ბუნება უფრო ალამაზებს მათ და მრავალფეროვანს ხდის. საშევარდნოს კლდეზე შერჩეული ადგილი, საიდანაც ქალაქის სრული ხედით იშლება, მხატვრებისთვის საინტერესო აღმოჩნდა, რაც აისახა კიდეც მათ ნამუშევრებზე. ჩემი თვალით დანახულ ჭიათურას ვყავ.